ბოლო 8 დღის განმავლობაში ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 500-ზე მეტი პალესტინელი სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10,000-ობით ადამიანი იძულებული გახდა ალყას შემორტყმულ ანკლავში ახალი თავშესაფარი ეძიოს. ამავდროულად ისრაელი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების სახით მხოლოდ საკვების საბაზისო რაოდენობის შეტანას უშვებს, რაც როგორც მისი მოკავშირეების, ისევე საერთაშორისო ორგანიზაციების თანახმად აბსოლუტურად არასაკმარისი და არაადეკვატურია. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, მათი თავდასხმების სამიზნე მხოლოდ ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლები არიან და უდანაშაულო მოსახლეობის სიკვდილზე პასუხისმგებლობას მჭიდრო დასახლებულ რეგიონებში ოპერირების გამო ჰამასს აკისრებენ. ეს ახსნა განმარტება არადამაჯერებელია ისრაელის არაერთი დასავლელი პარტნიორის სახელმწიფოსთვის. როგორც ჩანს, 19 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული სასტიკი ომის შემდეგ ისრაელის ზოგიერთი მოკავშირის მოთმინება იწურება. როგორც გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის და კანადის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ისრაელის სამხედრო ოპერაციების გაფართოებას ღაზაში და კონკრეტული ქმედებებით იმუქრებიან, თუ ისრაელი არ შეწყვეტს შეტევას და არ მოხსნის შეზღუდვებს ღაზის სექტორისთვის აუცილებელი დახმარების მიწოდებაზე. გაერთიანებულმა სამეფომ უკვე შეწყვიტა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები.